რა თქმა უნდა, თუმცა ვიტყოდი რომ დროებით ფაქტობრივად დინარაძე ახლა დირიჟორობს კოორდინატორის როლში აი სამართალდამცავ უწყებებს და შესაბამის მითითებებს აძლევს, მაშინ როდესაც ამ ადამიანის როლი აი ამ დანაშაულში თავიდან ბოლომდე არის გამოსარკვევი, თქვენ უშუალოდ ხედავდით კადრებში, როგორ აძლევდა მითითებებს შესაბამის პირებს, მათ შორის ერთ-ერთი იყო ლევან მაჭავარიანი, რომ ამ თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ დინარაძე იმით კი არ უნდა იყოს დაკავებული საკუთარი მეგობრების თვის ხელის დაფარებით და მის მიერ წაკეზებული დანაშაულისთვის ხელის დაფარებით, ის უნდა იყოს ერთ-ერთი ფიგურანტი, რომლის როლიც გასარკვევი უნდა იყოს ობიექტური გამოძიების პირობებში. მაგრამ მაშინ, როდესაც ბატონი გენერალ კოორდინატორი არის თავად სამართალდამცავი უწყებების კოორდინატორი, ბუნებრივია ის აძლევს და უწევს კოორდინაციას, როგორც აღმოჩნდა ბრიფინგზე დაადასტურა კიდევაც სამართალდამცავ უწყებებს, მათ შორის ამ საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ რა თქმა უნდა, მოლოდინი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მის პირობებში დაიწყება გამოძიება, მაგრამ ჩვენ ბევრი გვინახავს მათ შორის ოცნების ხელისუფლების პირობებშივე დასჯილი და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ასე შემდეგ. ამიტომ სამართალი ურმით, მაგრამ აუცილებლად მივა ყველას კარებთან და შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, რაც უნდა ცდილობა გქონდეთ ამ პასუხისმგებლობას გაექცია. ბატონო ვერდე, მე მოგწონთ ევროპარლამენტმა სოციალურ ქსელში ასპირანტ ქვეყნებზე ქარტები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლება არის გაკრიტიკებული, რომ საქართველომ და თურქეთმა რეფორმების შეჩერება გააკეთა, რეფორმების შეჩერეს და სწორედ ამის გამო არიან გაკრიტიკებულები და რომ საქართველოზე ბევრად წინ არის მოლდოვა. ხელისუფლებაში გვესმის ბრალდებები, რომ ეს არის უსაფუძვლო განცხადებები, უსაფუძვლო კრიტიკა, არგუმენტებს მოკლებული კრიტიკა. თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ, აი რამდენად სწორი იყო ამ კარტების გამოქვეყნება და შინაარსთან დაკავშირებით რომ ვსაუბრობთ. ანუ არ ვიცი, ახლა ქარდები და სიძულვის ენა და არასწორი დეზინფორმაცია და არასწორი ინფორმაცია იმდენია ქოცნებას გამოქვეყნებული, ეს მეორე საკითხია, თუმცა რაც შეეხება ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით, დღეს გვაქვს შემდეგი მოცემულობა. ქვეყანაში უფლებრივი მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად დამძიმებული, ქვეყანაში ამოქმედებულია ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც კრიტიკულ და საგანგაშო ვითარებაში ირჩევა ხოლმე ეუთოს წევრ ქვეყნებში და თქვენ იცით, რომ უმძიმესი არის უფლებრივი მდგომარეობა სიტყვის და დამხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, პოლიტიკური საქმიანობის თვალსაზრისით, არჩევანის უფლების თავისუფლების თვალსაზრისით, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ადამიანების პოლიტიკური დევნის თვალსაზრისით, ამიტომ აი ამ პირობებში არ უნდა გვიყვირდეს ის კრიტიკული შეფასებები, ეს არ არის მხოლოდ ცალკე აღებული ევროპარლამენტი, თქვენ იცით, რომ ეუთოც იგივეს ამბობს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პასე იგივეს ამბობს, ევროკავშირის სხვადასხვა უწყებები იგივეს ამბობს, გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, ამიტომ ნორმალური ხელისუფლება, რომელიც რაციონალურად მოქმედებს, ამ რეალობას გაუსწორებდა თვალს და კიდევ უფრო არ დაიმძიმებდა იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც ახლა იმყოფება. ამიტომ ოცნებას იმის ნაცვლად, რომ დევნა აქვს დაწყებული და აგენტურად ყავს გამოცხადებული საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ამ ქვეყნის სტაბილურობის, ტერიტორიულობის, სუვერენიტეტის განმარტოვრები არიან, აი ამის ნაცვლად ჯობს, რომ რეალობას გაუსწოროს თვალი, სარკეს ჩაიხედოს და სარკეს მტრევის ნაცვლად იმ რეალობას გაუსწოროს თვალი, რაც დაემსგავსა ბოლო 4 წლის განმავლობაში თავად ოცნება და აი ამის გამოსწორებაზე იზრუნოს. რაც შეეხება მოლდოვასთან შედარებას, პირდაპირ გეტყვით, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ რა თქმა უნდა მოლდოვაზე წინ ვართ, ბევრი სხვა პარამეტრის თვალსაზრისით, მაგრამ არ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ ქვეყანაში ფაქტობრივად უფლებრივი მდგომარეობა გვაქვს დამძიმებული საკუთარი მოქალაქეების. ევროპარლამენტის აზრი კი არ უნდა გვაინტერესებდეს და ევროკავშირის თუ სხვადასხვა სახელმწიფო დეპარტამენტების თუ სახელმწიფოების მოსაზრებით. ჩვენი მოქალაქეების სურვილებიდან და უფლებრივი მდგომარეობიდან და ამოდიოდა და ევროპარლამენტის მითითება კი არ უნდა ჭირდებოდეს ხელისუფლებას, რომ საკუთარი მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა გამოასწოროს. აი შეხედოს მაგალითად რა ვითარებაა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების თვალსაზრისით და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, რა ვითარებაა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში. ამიტომ აი ამ რეალობას გაუსწოროს თვალი. დღეს შეიძლება ტექნიკური თვალსაზრისით სხვა ბევრ ქვეყანაზე წინ ვიყოთ, ევროკავშირში წევრობის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი ბარიერი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის ოცნების ხელისუფლება, რომელიც განსხვავებულ აზრს დევნის ამ ქვეყანაში, ფაქტობრივად რეპრესიებში აღჭობს თავისუფალ სიტყვას, სანქცირებული აქვს თავისუფალი სიტყვა, პოლიტიკური პარტნიორები ყავს ქვეყანაში, პოლიტიკურ ლიდერებს დევნის, პარტიების აღზრდვის ინიციატივებით გამოდის,
აი ამ პირობებში, როდესაც საუბრობენ თითქოს რომელიმე ქვეყანას უსწრებენ და ევროკავშირის ღირებულებებისკენ ისწრაფვიან და ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვიან, ეს რა თქმა უნდა არის ფარისეულობა. ოცნებას უნდა საკუთარი წესებით მიიღონ ევროკავშირში და ევროკავშირში საკუთარი წესებით არავინ არ მიიღებს. ევროკავშირი არის ფასეულობებზე, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რაც არ უნდა პროპაგანდას ვარწმუნოს ახლა რომ რაღაცა იქ ადამიანის უფლებები ილახება და ასე შემდეგ და LGBT პროპაგანდა და ათასისულელი რასაც იგონებენ, ჩვენი იდენტობით, ჩვენი ტრადიციებით უნდა ვისწრაფოდეთ ევროკავშირისკენ, მაგრამ დღეს ძალაუფლებაში დარჩენის წყურვილით აღზრული ხელისუფლება რა თქმა უნდა ხდება იმას, რომ ევროკავშირის წევრობასთან ოცნების ქცევის მოდელი არის შეუთავსებელი და ამ ქცევის მოდელის შეცვლას არ აპირებენ და ეს არის ბარიერი ზუსტად ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლად. თინე ბულკუშევას აღიარებაზე ვკითხავთ, რომელმაც აღიარა, რომ 2 წლის შემდეგ აღიარა, რომ ამ ბულკუშევას არ თხოვდეს არცერთ მოძრაობა, კერძოდ ლევან ხაბეიშვილის ფაქტორზე ისე და თქვა, რომ მისი ჩანაცვლების მიზეზი არ იყო ის, რომ ჩამთვლობის მდგომარეობა არ უწყობდა ხელს, არამედ იყო ის, რომ პერსონალური ფაქტორი, ლევან ხაბეიშვილის ფაქტორი მიუღებელი აღმოჩნდა სკოლის. ეს ნიშნავს ეს აღიარება და კიდევ პარტია რომ საკუთარ ამოჩენს ატყუებს ეს ხო, რა ვიცი. აი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე 10,000 ხარისხოვანია რა ხდება ნაცმოძრაობაში, ბოკუჩავა, ხაბეიშვილი, სააკაშვილი, აი ეს მთელი ბუღალტერია და ეს ვაკხანალია, რაც ერთმანეთის მიმართ აქვთ დაწყებული და მოწყობილი ამ პარტიაში, აი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელსაც სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები უდგას პირველ რიგში, უდგას ლუკმაპურის შოვნის გამოწვევა, პირდაპირ ფორმით საკუთარი ოჯახები როგორ არჩინოს გაზრდილ გადასახადებს როგორ გაუმკლავდეს, კომუნალური გადასახადები როგორ გადაიხადოს, აი ამ პრობლემებში ნაცმოძრაობაში რა ხდება, ნამდვილად 10,000 ხარისხოვანია. ეს გამოძახილია, რომ კორუმპირებულ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასეთი პრობლემები იქნება. კორუმპირებულ ოპოზიციას გულისხმობ იმ ოპოზიციას, რომელიც აი ესე კულუარულად იმართება საკუთარი კონკრეტულ შემთხვევაში არეჯანსაღი ამბიციებით და მოქალაქეების თუ საკუთარი ამორჩევლობის მიმართ უპატივცემულო გადაწყვეტილებებით თუ უპატივცემულო მათ საქმის კურსში არ ჩაყენებით. ამიტომ მე არ შევალ დეტალებში ნაცმოძრაობაში რა ხდება, თავად გაერკვევიან ალბათ, თუმცა ფაქტი ერთია, რომ კორუმპირებული ხელისუფლებასთან ერთად გამოწვევა ამ ქვეყნის არის კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილიც და აი ამ რეალობას ვადევნებთ ახლა ჩვენ. აი ალიანსის კითხავთ, რამოდენიმე ნაკლებად საუბრობთ ხოლმე, თუმცა რაც გვესმოდა მათ შორის თქვენი მხრიდან, რომ უბნიციური ფონდა დაფინანსება პარტია ახალს, ამ შემთხვევაში საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ ნიკა გილაურმა დააფინანსა პარტია ახალი, ელენე ხოშტერიას სტატუსი ნახეთ, სადაც ეწერა, რომ ნიკა გილაურს აქვს დიდი როლი ბიზნე ივანიშვილის წინააღმდეგ. აი, რა შეგიძლიათ გითხრათ ზოგადად ალიანსში არსებულ ვითარებაზე, ვის საქმეს აკეთებს ახლა ალიანსი და ფიქრობთ თუ არა, რომ აი რაიმე პერსპექტივა აქვს ქართული ოცნების დამარცხების გზაზე? ალიანსი ვის საქმეს აკეთებს თუ არა, საერთოდ არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრათ, საკუთარი ამორჩევლის გადასაწყვეტია, როგორ გაიგებენ და როგორ მიიღებენ მათ გზავნილებს თუ მესიჯებს. ამ ალიანსში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთმანეთს ბრალდებას უყენებენ, მათ შორის კორუფციას, პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით, მათ შორის არიან პოლიტიკური სუბიექტები, აქტორები, რომლებიც თავად საუბრობენ გილაურის როლზე, 40 მილიონზე, მათ ოცნებასთან კავშირზე. ამიტომ ჯერ ერთმანეთში უნდა გაერკვიონ და მე საზოგადოებისგან უნდა გამოიშვიონ ხელი. ამიტომ მე არ შევალ კიდევ ერთხელ გამოვიდები ამ ალიანსის თუ რაღაცა მოძრაობის თუ რაღაც პოლიტიკური გაერთიანების შეფასებაში. თავიანთი საქმის თვითონ იციან, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ეს ბრალდება, რაც თქვენ თქვით, ძირითადად არის ნაციონალური მოძრაობასა და ამ პარტიებს შორის, სხვა პარტიებს შორის, ალიანსის სხვა პარტიებს შორის, თუმცა მას შემდეგ, რაც ნაციონალურ მოძრაობაში იქნება არჩევნები, უკვე ვიცით, რომ დიდი ალბათობით 90% მაინც ალიანსს დატოვებს ნაციონალური მოძრაობა. შეიძლება რაიმე არსებითად ამის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა უკვე ოფიციალურად გავა ალიანსიდან? არ მგონია სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი იმედების დამყარება თავიდანვე შესულმა იყო ასეთი ტიპის ალიანსზე. ბუნებრივია, არაფერს არ შეცვლის არც ნაცმოძრაობის ყოფნა იმ ალიანსში, არც ნაცმოძრაობის გამოსვლა, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა ავაგოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე და მათ გამოწვევებზე. არ მგონია, რომ ალიანსი ნაცმოძრაობა ამ ინტერესებს და ამ გამოწვევებს პასუხობს დღეს. მადლობა. დიდი მადლობა. მორიგა აეროს მომავალ კომისიის შეფასებებთან დაკავშირებით განიხილეს ეს დაგარში საკმაოდ მწვავე და კრიტიკულია
რა მოგონები გაქვს დაიხოს თუ არა ოცნება უკან და გაატარებს თუ არა რეფორმებს, რომელსაც მათ შორის ევროპარლამენტი ითხოვს. რავი, ნეტარ არიან მორწმუნენი. ნეტა ვქნან და გაატარონ რეფორმები, იმიტომ რომ არ დარჩა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ერთი სახელმწიფო დემოკრატიული, არც ერთი ესე რომ ვთქვათ დეპარტამენტი, რომელიც არ აღნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსლას, უფლებრივი მდგომარეობის დამძიმებას, გაეროს ადამიანის უფლებათა საკითხებში კომისიის გზავნილები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს რაციონალი მაინც დარჩა ოდნავ იმის რომ გაუსწორონ რეალობას თვალი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მძიმე იქნება ის სამართლებრივი პოლიტიკური შედეგები, რაც მათ ქმედებებს თუ მოქმედებას აი კუთხით შეიძლება მოყვეს. ამიტომ რაციონალური გონიერი ხელისუფლება პირველ ნაბიჯებს გადადგმდა თავად უფლებრივ მდგომარეობას გააუმჯობესებდა ამ ქვეყანაში, პოლიტიკურ პატიმრებს გაათავისუფლებდა, ამ დრაკონულ კანონებზე უარს იტყოდა და უკან წაიღებდა და ნორმალურ პოლიტიკურ გარემოს შექმნიდა ამ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩასატარებლად, მაგრამ არ ვიცი ხა გონიერება დარჩა თუ არა ოცნებაში ვინმეს, ერთადერთი რაც ამოძრავებს ახლა ოცნების ხელისუფლებას არის დარჩენა ხელისუფლებაში, ძალაუფლებაში და ამ ძალაუფლების საშუალებით კიდევ უფრო მეტი ფული შეუნა და ეს მოცემულობა დღეს რო გვაქვს ქვეყანაში, ამაში დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ყველა წმინდება. ოცნების საერთაშორისო რეპუტაცია არის უკიდურესად დაზიანებული. ყველა ხვდება რომ ეს არის გადამგდები ხელისუფლება, რომელსაც ხელი არ ჩამოერთვება და მის დაპირებულ სიტყვასაც არანაირი ფასი არ ადევს. ამიტომ თავად უნდა ზრუნავდეს ახლა საკუთარი რეპუტაციის გამოსწორებაზე ოცნების ხელისუფლება და თვითონ უნდა გამდეს პირველ ნაბიჯებს ამ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ქვეყანაში. ამერიკა საქართველოს ურთიერთობაზე გითხრათ ერთ-ერთი მარტო პარტიაში აცხადებენ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოგონია, ხოლო მეორე მხრივ ყავალაშვილი ირანში ჩადის აიატოლას დაკრძალვაზე. გაზამეთქველებს ეს ფაქტები და რა მოგონია არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ნაწილში. სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში შენდებოდა ორ ქვეყანას შორის და სტრატეგიული პარტნიორობა იმ ქვეყანასთან, რომელიც მთავარი მთავარი გარანტორია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების, აი ამ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის დანგრევაზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება ოცნების ხელისუფლებას. სწორედ ოცნების ხელისუფლებაა ახლა პასუხისმგებელი ამ დანგრეული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის და ძალიან კარგად იციან გზამკვლევი რა შეიძლება იყოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის. ეს არის უფლებებზე და სტაბილურობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება და აღდგენა. იმ ნიშნულამდე მაინც მისვლა სანამდეც ვიყავით სულ რამდენიმე წლის წინ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით რეგიონის ლიდერი ქვეყანა, ასოცირებული ტრიოს ლიდერი ქვეყანა, სანდო პარტნიორი დასავლეთისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში. შესაბამისად, ამას რა თქმა უნდა დანგრეული ურთიერთობები წლები დასჭირდება. ოცნების ხელისუფლებას აქვს თუ არა რესურსი ამ ურთიერთობების აღდგენის მე ნაკლებად წამს ამის, თუმცა პირველი ნაბიჯები ოცნების ხელისუფლებამ უნდა გადადგეს და ფაქტია, რომ ამ გზაზე ნაბიჯების გადადგმა გულისხმობს ქვეყანაში სტაბილური მშვიდი გარემოს შექმნას, რომელიც კანონის უზენაესობის ადამიანის უფლებების პატრიოტიზმის გარეშე არ მიიღწევა. ამიტომ რაც შეეხება ყაველაშვილის ვიზიტს ირანში, არ ვიცი ახლა სიმართლე რომ გითხრათ, რეგიონის ქვეყანა ვართ, შეიძლება რაღაც რაციონალი იდოს იმაში, რომ აი ამ დაკრძალვას ესწრებოდეს, მაგრამ ჩვენ არც პირდაპირ მეზობელი ვართ ახლა საქართველოში და საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის და არ მგონია ვინმეს დაეგმო ყაველაშვილის იქ არ მისვლა. ამიტომ არ ვიცი სიმართლე გითხრა, რითი არის გამოწვეული ყაველაშვილის ამ დაკრძალვაზე ჩაბრძანება. ხშირად დადიან ძალიან ირანში დაკრძალვებზე და დაკრძალვას არაფერი არ ჭირს ჩავიდეს დაკრძალვას, მაგრამ სულ ამ ქვეყნებში რო დადიან ირანში, შუა აზიაში, აღმოსავლეთში რაც ძალიან კარგია, იანო დასავლეთის ქვეყნებში სადაც მიესვლებაც თუ დაკრძალვებზე დადიან ქორწილებში და ღონისძიებებზე და ივენთებზე და სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზეც იარონ თუ შეუძლიათ. ძალიან კარგია რომ რაღაცა გონიერების მარცვალმა გაიღვიძა მათში და ელენე ხოშტარიას იმ საზოგადოებრივი ბრძოლის შემდეგ მიეცა შესაძლებლობა სამოქალაქო სერვისებით აღჭურვილ კლინიკაში გააგრძელოს საჯილის მოხდა და მკურნალობა. აი წარმოვიდგინეთ, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, ელენე ხოშტარია დღეს საჯილს იხდის რაღაცა ბანერზე შავი მარკერით გაკეთებული წარწერისთვის.
რომელიც ვიღაცისთვის გამოხატვის თავისუფლება და ვიღაცისთვის რაღაცა არაესთეტიურია, მაგალითად მე არ გავაკეთებდი არასდროს პერსონალურად, მაგრამ ამის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფისრება ადამიანისთვის და წლებით ციხეში გამოკეთვა, რა თქმა უნდა, არის არაადამიანური მომხრობა. აი ეს ექცევა განსხვავებული აზრის ოცნების ხელისუფლება და მეორე მხრივ შეადარეთ აი მაგალითად ვასილ ჩიგოგიძის, მაჭავარიანის, ოლიმპიური სპორტსმენების, ბაროენაშვილების თუ გორდულაძეების თუ მაჭავარიანების ქცევა საქართველოს პარლამენტში, აი როგორ უსწორდებიან ფიზიკური თავდასხმით ძალადობით განსხვავებულ აზრს. ერთ შემთხვევაში მარკებით გაკეთებული წარწერა იჯება სისხლის სამართლებრივად, მაგრამ ამ ადამიანების ორგანიზებული ტიპური თავდასხმა შეიძლება იქნას დაჟჯილი, იმიტომ რომ ეს ადამიანები თურმე ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები არიან თუ მდინარეების მეგობრები და გულითაც რომ გვინდოდეს, როგორც თავად ბრძანეს, მართლმსაჯულება ამ საქმეზე ვერ ახსოვდება. აი ეს რეალობა, რაც ქვეყანაში შექმნა დღეს ოცნების ხელისუფლება. Tavallaan se kannattaa ajatella tuolla, että nämä ikäväinen sattuvat siinä kanssa ammatillista vajitaan kaves, sokadat robotsia kaset შულმკვდარი დედა უკვე თვეებია თუ წელიწადია ითხოვს სამართლიანობის აღსრულებას ამ საქმეზე და რა თქმა უნდა სამართლიანობა ამ საქმეზე უნდა აღსრულდეს. ყველა დამნაშავე პირი უნდა იქნეს გამოვლენილი და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული შესაბამისი მტკიცებულების და კანონის საფუძველზე გამძლეობას უსურვო გიგავალიანის დედას იმ ბრძოლაში, რომელშიც საზოგადოება მას გვერდით უდგას და დარწმუნებული ვარ აუცილებლად ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ საქმეში იოტისოდენა როლითაც კი არის წარმოქმნილი, თანამონაწილე იქნება წამფიზებელი, დამფარებელი ხელის თუ დანაშაულის შეუტყობინებულობაში ხილებული თუ დანაშაულის დაფარვაში, ყველა მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, იმიტომ რომ მთელი საზოგადოება დღეს გვერდით უდგას გიგა ავალიანის დედას და ამ ოჯახს. მადლობა.